მოგესალმებით, დღეს მორიგი საღამოა მიქსონის ვისკის ჯგუფში და ძალიან განსხვავებული. მსოფლიოში ყველაზე ტრენდულ ვისკის შევეხეთ დღეს და ეს იაპონური ვისკებია. დღეს გვექნება 5 single malt იაპონური ვისკის ბათლი. რომელზეც ანალოგიურ ფორმატს ვთავაზობთ მიქსონის ჯგუფის მონაწილეებს და დეგუსტატორებს, ანუ იქნება ბლაინდ დეგუსტაცია, არ გვეცოდინება რომელი რელიზებია და შესაბამისად ის ცნობილი გაჰაიპებული ვისკები, რომლებიც ძალიან პოპულარულია, ვნახავთ როგორ კონკურენციას გაუწევენ ნაკლებად პოპულარულ, თუმცა ძალიან ხარისხიან და მაღალი კლასის single malt-ებს. ჩემთან ერთად არის ანი, რედისონის მენეჯერი, რედისონ რედის, რომელიც გვეხმარება დღევანდელ საღამოს. ვისკი უკვე განაწილებულია ბოთლებში და დეკანტერებში. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, პირველი ნომერი არის ტოგუჩი, მეორე ნომერია იამაზაკი, მესამე ნომერი გახლავთ ჰაკუშუ, მეოთხე ნიკა დისტილერის, ნიკა ვისკი და მეხუთე ნომერია მაცუი მიზუნარა კასკა. სულ მალე უკვე დეგუსტაციასაც დავიწყებთ. გავსინჯეთ ძალიან ეგზოტიკური ქვეყნის იაპონიის ვისკები და ძალიან საინტერესო იყო ამ ჯერზე ჩემი პროგნოზები ცოტა აცდა, ასე ვთქვათ, სტუმრების სხვა არჩევანს, თუმცა მთლიანობაში კარგი იყო შენებითი თვალსაზრისით, რადგან ძალიან განსხვავებულ და საინტერესო წარმოების განსხვავებული ქვეყნის ტრადიციებით ვისკებს გავეცადეთ. მადლობა კიდევ ერთხელ მიქსონის ჯგუფს და მიშას ამ სასიამოვნო შემეცნებითი საღამოსთვის. ეს შევიკრიბეთ მიქსონის ჯგუფის ორგანიზებით. მქონდა ფარული დაგემოვნება იაპონური ვისკების. ყველა იყო single malt, იყო საკმაოდ რთული, საინტერესო და ძალიან დიდი გამოცდილება და სიამოვნება მივიღეთ აქ ყოფნა თითოეულმა ადამიანმა. ბოლოს კი დავასრულეთ შოტლანდიური ვისკით კილხომანის, რომელიც ასევე იაპონური ვისკების ფონზე თავისი საოცარი გენომური თვისებებით გამოირჩევა. მადლობა ჯგუფს და მადლობა ორგანიზატორებს. ეს კონდა ძალიან საინტერესო დეგუსტაცია, ფარული იაპონური ვისკების დეგუსტაცია და გამოვყოფ 2 რელიზს. ეს არის იამაზაკი Distillery Reserve, რომელმაც გაიმარჯვა და ძალიან საინტერესო ვისკი გავსინჯეთ მაცუი მიცუნარას მუხაში დავარგებული. ძალიან ისეთი საინტერესო გემოები ქონდა. გავსინჯეთ 5, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფ იამაზაკის და მაცუი მიცუნარას, რომელსაც ძალიან ისეთი განსხვავებული გემოები ქონდა. აი, ოდნავ ტორფი, აი ძალიან ბევრი ტყავი და აი ძალიან ისეთი საინტერესო ვისკი იყო. თვითონ დეგუსტაციაც ძალიან საინტერესო წარიმართა, გამარჯვებულებიც გამოვავლინეთ და რაღაც ისეთი ძალიან სასიამოვნო კარგი საღამო გამოგვივიდა. მადლობა მიქსონს დღევანდელი შესანიშნავი საღამოსთვის.